რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი, ასევე ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ბატონო გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის ის გზავნილები, რომელიც გაჟღერდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს. აღინიშნა და ხაზი გაესვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და როგორია თქვენი შეფასება, რას ნიშნავს ეს გზავნილები, რა კონკრეტულ შედეგებს უნდა დაველოდოთ უახლოესი პერიოდში და ასევე გრძელვადიან ეტაპზე. მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმები. როგორც ხედავთ, დამთავრდა სახელმწიფო მდივანი პომპეოს ვიზიტი. გზავნილები აშკარაა, თქვენ ახსენეთ. მთავარი გზავნილი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის ის არის, რომ შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მაშინ, როდესაც რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გვერდით. ასევე ახსენეთ სამართლიანი არჩევნებისა და სამართლიანი სასამართლოს გზავნილი და ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მიეხმარება მომავალში საქართველოს ინსტიტუტების მშენებლობაშიც. ეს უმნიშვნელოვანესი გზავნილია განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება დღეს საქართველოში, იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის კონტექსტშიც სამწუხაროდ ჩამოვიდა ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ეს კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ სახელმწიფო მდივანი პირდაპირ შეხვედროდა, პირისპირ შეხვედროდა ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა ასეთი შეხვედრა უკვე მოგვიანებით ჩაინიშნა და არა პირადად ის, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიული საქმეების განყოფილების თავმჯდომარე შეხვდება უკვე ოპოზიციის ლიდერებს და პირადად მათგან მოისმენს იმ გზავნილებს და იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და ასევე ისინი მე როგორც ვიცი დეტალურად გააცნობენ ასე ვთქვათ არჩევნების შედეგებს და იმ გაყალბების ასე ვთქვათ გაყალბების მრავალ ფაქტს, რომელიც მათ ხელთ არის. ბატონო გიორგი, რა შესაძლებლობა არის ეს ოპოზიციისთვის? ანუ თქვენ თავად გაუსვით ახლა ხაზი იმას, რომ მართალია მაიკ პომპეომ ისე დატოვა ქვეყანა, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარა და ასევე მოვისმინეთ საკმაოდ მწვავე გამოხმაურებები იგივე კრამერის, იანკელის და სხვა პირების მხრიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა მნიშვნელოვანი ოპოზიციასთან შეხვედრა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს შეხვედრა, რომელიც პრაქტიკულად ცოტა ხნის წინ ჩაინიშნა, ხომ? აი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ რამდენიმე საათის წინ გაიგეს, რომ არ ჩაივლიდა ეს შეხვედრა ამერიკის მხარის წარმომადგენელთან შეხვედრის გარეშე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რაზე მიუთითებს? ეს აჩენს რაღაც ნათელწერტილებს ოპოზიციისთვის, რომ გაგრძელდეს ეს ბრძოლა, მაშინ როდესაც პომპეოს გზავნილებში მათ ეს შეტყობინებები დაინახეს? დიახ, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები ქართულ დემოკრატიას მარტო სიტყვით კი არ უჩერს მხარს, არამედ საქმითაც. მათ დაინახეს ის, რომ ოპოზიციის ასე შეხვედრის გარეშე დატოვება არ იქნებოდა კარგი ტონი. თქვენ მართებულად აღნიშნეთ, რომ არაერთმა ცნობილმა ადამიანმა და სპეციალისტმა გააკრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტი და კონკრეტულად მაიკ პომპეო იმისთვის, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მერე მოგვიანებით დაუმატა უკვე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. დიახ, ეს მიანიშნებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ დემოკრატიას მხარს უჭერს საქმით და ეს საქმე იქნება სწორედაც, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მაღალჩინოსანი მოისმენს ოპოზიციის ლიდერების გზავნილებს და შემდეგ უკვე მოგვიანებით ამას დააწერენ მაიკ პომპეოს ისრაელში. რამდენად მკაფიო იყო ის გზავნილები, იგივე სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან? აი თქვენ როგორც სპეციალისტი მინდა კითხოთ ამის შესახებ და ასევე მაყურებელსაც განვუმარტოთ, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ გზავნილის მკაფიობაზე რისი თქმა შეგიძლიათ თქვენ?
ეს ძალიან მკაფიო გზავნილია, მეტი მკაფიოთ ალბათ არ შეიძლება და ანუ დიპლომატიურ საზღვრებში ჩატეული გზავნილია ბუნებრივია, მაგრამ ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის გასაგონი, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, ასევე ის არის მთავარი, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ერთმანეთთან და ასე ვთქვათ, ინსტიტუტების საშუალებით მიაღწიონ უკვე არჩევნების შედეგების კორექცია იქნება ეს თუ ახალი არჩევნები იქნება, რაც უკეთესად გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ თავად პომპეომ არ შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, შეიძლება იმაზეც მეტყველებდეს, რომ ასე ვთქვათ, ის შეეცადა, რომ არ ჩარეულიყო, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის დაავაში, დარჩენილიყო უფრო მაღლა ამ ყველაფერზე და გაეკეთებინა მთავარ გზავნილად გაეხადა საქართველოსთვის მხარდაჭერის გზავნილი. აი, რაც შეეხება უკვე არჩევნების შედეგებს და აი ამ მიმართულებით დავას, ის ფაქტი, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე მიხედავს, მოდი ასე ვთქვათ, ამ საკითხებს, ეს გზავნილია მისი მხრიდან, რომ ის ჩივილები და ის გამოწვევები, რომელიც დღევანდელ საქართველოს უდგას დემოკრატიის კონტექსტში, ხო ყურადღების მიღმა არ დარჩება. გასაგებია, ბატონო გიორგი, და აუცილებლად მინდა რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ რეგიონულ ჭრილში ამ ვიზიტის მნიშვნელობასაც, ანუ როგორც ცნობილია, მაიკ პომპეო ჩამოვიდა რეგიონში და აქ რეალურად რაღაც ერთგვარად შეცვლილი რეალობა ხდება, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ ეს საუბარი არის იმაზე, რომ რეგიონისთვის და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისთვის არის გაჩენილი ახალი საფრთხები და ამავდროულად ახალი შესაძლებლობები. ამის შესახებაც მოვისმინეთ ჩვენ განცხადებები. აი, რა შესაძლებლობებზე არის საუბარი კონკრეტულად საქართველოსთვის, ამას რო გაუსვათ ხაზი და რამდენად იქნება ამ შესაძლებლობების გამოყენება დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების აქტიურობაზე, მაშინ როდესაც ჩვენ მოვისმინეთ არჩეული პრეზიდენტის განცხადებები იგივე ამერიკის აქტიურობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით რეგიონში, ხომ ბაიდენს გულისხმობ და მის ახალ ადმინისტრაციას, რომლითაც ცოტა ხანში დაკომპლექტდება ამერიკის ახალი მთავრობა. ისე როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, რეგიონში ხელახლა წყდება უსაფრთხოების არქიტექტურის ბედი, რუსეთის გავლენებით ძლიერდება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთი კიდევ უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული, რუსეთს გულისხმობ და ასევე უფრო იზოლირებული დემოკრატიული ორბიტიდან ეს ერთგვარი გზავნილია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მისი გავლენა შესაძლოა იკლებდეს რეგიონში, ამიტომაც ჩაინიშნა ჩემი აზრით ასე სწრაფად ეს ვიზიტი, უпростоრად ტურნე ჩანიშნული იყო, თუმცა საქართველოს ჩაემატა ამ ყველაფერს, ჩაემატა სწორედაც რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო და რადგანაც ეს არქიტექტურა დასრულებული არ არის, შეერთებული შტატები ამ სიტუაციაში მე მიმაჩნია, რომ ასე ვთქვათ, ფიქრისა და განსჯის მდგომარეობაშია თუ რა და როგორ იქნება მომავალში, თუმცა მისი მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს მისი ინტერესის ძალიან სერიოზული სფეროა, მისი მთავარი მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში და თუ ის გადაწყვეტს, რომ სამხრეთ კავკასიაში მისი წარმომადგენლობა სამხედრო იქნება ეს თუ სხვა ინფრასტრუქტურული გაზარდოს, საქართველოს იქნება პირველი სახელმწიფო, რომელსაც მოუწევს აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ მოკავშირეობის ტვირთის ზიდვა. ტვირთი კი არა, საჩუქარი იქნება ეს საქართველოსთვის, თუ ამერიკა უფრო აქტიურად იქნება ჩართული და წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თქვენ კითხვას რაც შეეხება, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლების როლი, კი ბატონო, აი ხედავთ ამ როლთან დაკავშირებით მზაობას, ბატონო გიორგი, ხედავთ ამ როლთან დაკავშირებით მზაობას ამ ახალ მოცემულობაში, რომელიც არის შექმნილი რეგიონში? მე ჯერჯერობით ამ ხელისუფლების მზაობაზე ვერაფერს ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ მე შემიძლია ვიმსჯელო გასული 8 წლის განმავლობაში მათი პოლიტიკით და ქართული ოცნების პოლიტიკა რეალურად არის ნაკლებად გათვალისწინება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების და გზავნილების და უფრო მეტად რუსეთის.
ამის მაგალითი ანაკლიის სპორტი და მე დარწმუნებული ვარ დახურულ კარს მიღმა ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა ექნებოდა მაიკ პომპეოს, იმიტომ რომ მან თავად გაუგზავნა გზავნილი თავის დროზე წელიწად ნახევრის წინ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პორტის აშენება მნიშვნელოვანი იყო და რეალურად დღეს ჩამოვიდა და ამ მიმართულებით საერთოდ ძრვა არ არის წინ ხედავთ ამ ყველაფერს, რამდენად მზად არის ეს ხელისუფლება ამ ტიპის პროაქტიული პოლიტიკისთვის ამერიკასთან და ეს რო რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, ეს მე მგონი ყველასთვის ცხადია, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ბატონო გიორგი, ამერიკის შეერთებული კი ბატონო თავარი იყო დავასრულებ თუ შეიძლება აწანადებას ის რომ იმ ხელისუფლებას რომელიც დღეს არის საქართველოს ხელისუფლებაში მას ლეგიტიმაციის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარეც ის ვერ ივარგებს აი ამ ტიპის ინიციატივებისთვის იქიდან გამომდინარე რომ ხელისუფლებას უნდა გქონდეს ფართო მხარდაჭერა საზოგადოების იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები იტვირთოს. აი სრულიად ესეთ საპირისპირო სურათზე საუბრობდა იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი აი ამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ და ის ამბობდა რომ საქართველოს უკვე აჩვენა რომ ის არის რეგიონში ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასეთ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რაღაც ერთგვარად მიდიოდა ხო ფაქტია ამ შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხებზე, რაც მიუთითებდა, რომ საქართველოს უნდა იყოს და არის და წინა წლებზე დაყრდნობით ნამდვილად არისო ყველაზე საიმედო პარტნიორია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მოდის თუ არა წინააღმდეგობაში დემოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული მკითხვის ნიშნებზე, რომელზეც საუბრობს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური სპექტრი. აი ანაკლიის სპორტი ახსენეთ თქვენ და ეს სწორედ ის საკითხი იყო, რაზეც სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე იყო საუბარი. დიახ, საქართველოს არის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში ყველაზე სანდო დასაყრდენი ეჭვგარეშეა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რაც ქართულ დემოკრატიას და ქართულ არჩევნებს ჭირს, იმიტომ რომ უნდა შევადაროთ მაშინ აზერბაიჯანსა და სომხეთს და აი ამ ორ სახელმწიფოსთან შედარებით საქართველოს მართლაც არის ამერიკის ყველაზე სანდო პარტნიორი და მე უფრო მეტსაც ვიტყოდი ერთადერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა რაც შეეხება დემოკრატიას და რაც შეეხება სამართლიანი არჩევნების საკითხს, აქ რო სერიოზული პრობლემები გვაქვს, ამას ამერიკული მხარეც ძალიან კარგად ხვდება და გრძელვადიან პერსპექტივაში მან კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება ვერ აიტანს ამ ტიპის მმართველობას დიდი ხნის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ აი ასეთი მართვის შედეგად, არაფორმალური მართვის შედეგად საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება წარმოუდგენელი და როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყანაში სტაბილურობას, მაშინ უკვე სტრატეგიული პარტნიორობა და სანდო დასაყრდენი, რაზეც საქართველოს ბატონი ელჩი საუბრობდა, მერე უკვე საკმაოდ ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იტვირთოს საქართველოს ის პასუხისმგებლობები, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას მოყვება, ხო? და ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკული მხარე. ამიტომაც არის ასეთი სერიოზული აქცენტი სამართლიან არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე და დემოკრატიის განვითარებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ არის არც საუდის არაბეთი, არც რუსეთი, ამ საზოგადოებას, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, აქვს ამბიცია, რომ დემოკრატიულად აირჩიოს ხელისუფლება და შემდეგ ამ ხელისუფლებას აანდოს ამ ქვეყნის მართვა. სხვა შემთხვევაში საქართველოს დაყრდნობა საერთოდ არ გამოვა, იმიტომ რომ აქ მუდმივად დენთის სუნი იტრიალებს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი საინტერესო ინტერვიუსთვის. გემშვიდობებით, ეს იყო გიორგი რუხაძე, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ვემშვიდობებით მას და ახლა 3 საათზე ახალი ამბების დროა და პირველების სტუდიიდან შემოგვიერთდება მარიამ გაფრინდაშვილი. მარიამ, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა ანა, პირველი საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ.